მოგესალმებით, ეს YouTube საინფორმაციოა, მე ზურა ვარ. მე კი ნია. ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე სარეკორდო მედლები მოიპოვეს. ულოცავ სპორტსმენებს ასე წარმატებას. ეგრეა, როცა ოქროზია საუბარი ქართველი უცხოელს გაატანს რამეს. ოზის უკვე 2 კვირა არ დაუდია ვიდეო. ვაუ, მიყვარს ეს პერიოდი YouTube-ზე. ჩამონათვალი გრძელდება. ლაშა გელაშვილს 2 კვირაა ვიდეო არ დაუდია. ასევე 2 კვირა არ დაუდია ვიდეო ჰუ 1 ტას. ასევე 2 კვირაა კაკოს არხზე არ გამოჩენილა ვიდეო და არც სოსოს არხზე. ესენი ინტენსიზავენ ბენის მაყურებინებენ. ბენიმ ახალი ვიდეო დადო. ვაფასებთ იუთუბერების ჩაცმულობას მეორე ნაწილი. პირველი ნაწილი 3 წლის წინ დაიდო. ველოდებით მესამე ნაწილს. თუ იქნება YouTube-ი მაგ დროს. ოქტოპუსმა ახალი ვიდეო დადო. სინჯავთ ყველაზე ძვირიან პასკებს. შარჩან იაფასიანებს სინჯავდნენ. ერთ წელში ბევრი რამ შეცვლილა. ყოჩაღ ბიჭები. მომავალ წელს ველოდებით ვიდეოს ვაცხობთ პასკებს. ისე ეგ პასკების ვიდეო საეჭვოს არხზე მაქვს ნანახი. მოკლედ გასაგებია ყველაფერი. ოქტოპუსში ვიდეოების დაგეგმვისას საეჭვო ესწრებოდა. გაიგონა იდეა და თვითონ გააკეთა. თან დაასრა ოქტოპუსს. საეჭვო ზმობის მაგალითი. თაროს თაობას სტუმრად ოზი, ზიადი, ლენკა და ელოშა ყავდა. ამაზე უკეთესი ხუმრობა ვერ მოვიფიქრეთ. კაი ხუმრობ ცუდად არ გაიგოთ რა. რაიმენ რუცის არხზე ახალი ვიდეო დაიდო. ამატერასუ VS Miro. მოკლედ საქართველოში ეს უცნობი რეპერობა მაგარი მოდაშია. ჩენელერ სიმრატისთან ერთად პრენკების ვიდეო დადო. მათ კარის ხელოსანს კარები გააღებინეს და შემდეგ ვითომ სახლი გაქურდეს. ემიგრანტებმა ვინც ნახეთ კამერების გარეშე არ გაიმეოროთ. პრენკისთვის არის კარგი ასე, ისი არ ვარგა. სხვა ნანუკამ ახალი ვიდეო დადო, მაგრამ რომ იცოდეთ ეგ სხვა ნანუკა არ არის. ის ნანუკაა, ის. ის არის. ჩვენ რო ვიცით, ის არის. გახსოვდეთ ეს, გახსოვდეთ თქვენ. ზურა ბრაო, გააგრძელე, უბერე მიდი. სარკასტიკაში გადაცემის მიმდინარეობისას გიორგი ფსკერინაზღაიძემ გინეკოლოგს დაურეკა და თავის ჭკუით ეღადავა. ასეთი უკბილო ხუმრობები წესით უკვე მე-4 კლასში მთავრდება ხოლმე, მაგრამ გიორგი ფსკერინაზღაიძე ჯიუტად აგრძელებს. აშკარად ჩარჩენილია. თამაზას კი გიორგისთან შედარებით ბევრად მაღალი დონის იუმორი აქვს. თან ეს იმ დროს, როცა თვითონ თამაზას ძალიან დაბალი დონის იუმორი აქვს. ჰამაკმა სარდაფის ბიჭებთან ერთად ახალი ვიდეო დადო. ვიდეო საკმაოდ მშვიდი და სასიამოვნოდ მოსასმენი გამოვიდა. კადრებს გთხოვთ. და ჩემა სამიო! გიორგი კოკაიას სტუმრად ზურა მახარაძე ყავდა. გიორგი მუთხრა შენ რუსეთ თუ მე არ ხარო. რავი, ველაპარაკეთ და კარგად არის თვითონ გიორგი. 2 დღეში გამომწერენო. სამარილეს სტუმრად ირაკლი კეკელია ყავდათ. ირაკლი კეკელია? აჰო, სლოტის გარეშე ვერ ვიცანი. აი მესმის სარკაზმინია. მის მინეზე ვიკაბუკია სტუმრად მამაშვილის ანიკიძეები ყავდათ. ისეთი გადაცემა თუ კარგ ხასიათზე ხართ, არ უყუროთ. ბოლო პერიოდში ოფიციალურმა სულგუგულმა სამკურნალო იუმორს შემოგვიტია. ხო და ერთმანეთში გაარკვიეთ, მე არ გამრიოთ. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენი კორესპონდენტი გური ჩაგვერთვება. ზურა, გური, ნია, გური, მე ახლა ვიმყოფების სულგუგუნის TikTok გვერდზე. რა ვიცი, მეგრელებმა ერთმანეთის გატანა ვიცითო და 75000 გამომწერს ვერცდებით რამდენი ხანია. აი ჩვენზე ჩაწერეს ვიდეო და უცებ 200.000 ინახვა. როდის ქონდათ ბოლოს ამდენი ინახვა? კაია ბიჭებო, ჰაიპი. TikTok live-ის დროს ველოდებით. გვითხრით და ვითამაშოთ. საცაგინდა ბრატ. იუმორსაც შეეხება კიდე ქართულ ლიგაზე გაიმართება ჩვენი დაპირისპირება. ამიტომ გელოდებით ყველას 10 მაისს 4 საათზე სამედიცინო უნივერსიტეტში. ერთად უყუროთ როგორ დამარცხდება სულგუგუნის იუმორი ჩვენი იუმორთან. გური კაი ხარ, მიყვარს სანახაობა. ახლა, უთხარი რამე დიანას და დავამთავროთ. ძლიერი კაცის უკან ყოველთვის ძლიერი ქალი დგას და ძლიერი ქალის უკან კი ძლიერი ქალის და. გოგოებო, დღეისათვის სულ ეს იყო. დაელოდეთ ჩვენს YouTube საინფორმაციოს ყოველ ორ შაბათს საღამოს 8 საათზე. თუ რენდერმა არ გაჭედა. YouTube ინფორმაციას გაწვრიდათ ზურა და ნია, ჩემი ძმაკაცი, გური.